გეშინია რომ ASS-ში შეიჭრება თქვენს ქვეყანაში? არა, ჩვენ ველოდებით მათ. მან ეს სიტყვები იმიტომ თქვა, რომ იცის მახე, რომელშიც მისი ქვეყანა უკვე ჩავარდა. 2026 წლის 18 მარტს, დაახლოებით დღის 2 საათზე, ისრაელის თვითმფრინავები შემოვიდნენ და ირანის ყველაზე სუსტ წერტილს დაარტყეს. ორი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა მწყობრიდან გამოვიდა. ყოველდღიურად დაახლოებით 100-დან 140 მილიონ კუბურ მეტრამდე გაზის მიწოდება შეწყდა. ამ დარტყმამ ელექტროენერგიის გათიშები გაამზაფრა და გაზზე დამოკიდებული ქვეყანა კიდევ უფრო ღრმა ენერგოკრიზისში ჩააგდო. მაგრამ ამ დარტყმის გულში იყო ისრაელის ღრმად შეღწეული აგენტი ირანში, ადამიანი, რომელსაც ამ წარმატების მთავარი დამსახურება ეკუთვნის. ეს არ იყო ამერიკა, არც ჯაშუში და არც რაიმე მოწინავე ტექნოლოგია. ეს იყო თავად ირანის წყევლა, ნელი შხამი, რომელიც 10 წლეულებია შიგნიდან ცლის მას. ეხლა ნახეთ, არ მაინტერესებს თუ YouTube ცდილობს ამ ვიდეოს ჩახშობას, რადგან მას არ მოსტონს ომის თემები. მე მაინც გამოვააშკარავებ სიმართლეს. თუმცა თქვენ შეგიძლიათ აიძულოთ YouTube იყოს სამართლიანი, თუ დააწკაპუნებთ მოწონების ღილაკს. მადლობა. ფართობით 1.6 მილიონი კვადრატული კილომეტრით, ირანი დაახლოებით ისეთივე ზომისაა, როგორც გაერთიანებული სამეფო, საფრანგეთი, ესპანეთი და გერმანია ერთად. და მაინც, ამ მიწის უმეტესობა ბუნების კედლებს მიღმაა მოქცეული. გეოგრაფები ამ სტრუქტურას მთის ქვაბულს უწოდებენ. ის წვეთს, სად მოვა წვიმა, ან სად იქნება გვალვა, სად დაიძურება ან შეჩერდება არმია და სად აყვავდება ან დაიშრობს ქალაქი. მაგრამ იგივე ძალა ირანის უდიდეს მტრად იქციქცა, ან შეიძლება ითქვას, ისრაელის უდიდეს უპირატესობად. და ეს ჩემი სიტყვები არ არის, ეს თავად ისტორიაში წერია. თეირანის ჩრდილოეთის ავტომაგისტრალს ალბორზის მთების გასავლელად 127 გვირაბი დასჭირდა. ამიტომ უცხოელმა კონტრაქტორმა ბურღვა 1997 წელს დაიწყო. მათ თითქმის 200 წლეული დახარჯეს ამაზე, მაგრამ სამუშაოს მეოთხედზე ნაკლები დაასრულეს და წავიდნენ. როცა ირანულმა კომპანიებმა გადაიბარეს საქმე, მათ წააწყდნენ გეოლოგიურ ნაპრალებს, მიწისქვეშა წყლების დადბორვას, მეთანის გაზს და იმდენად შეკუმშულ ქანებს, რომ გვირაბის საბურღი მანქანები პირდაპირ შთანთქა, რის გამოც მუშებს მოუწიათ გვერდითი გვირაბების გათხდა, რათა ტექნიკა გამოეყვანათ და თავიდან დაეწყოთ მუშაობა. პროექტის ჩავარდნა არც კონტრაქტორის ბრალი იყო და არც ირანული კომპანიების. ეს ირანის ყველაზე დიდი წყევლა იყო, საბუთარი გეოგრაფიის წყევლა. ირანი გარშემორტყმულია უზარმაზარი მთის ქედებით, რომლებიც მაღალ პლატოზე, უდაბნოებსა და მარილის ველებზე მდებარე შიდა ტერიტორიას აკრავს. ქვეყნის უმეტესობა 1500 მეტრზე მაღლა მდებარეობს, რის გამოც ბრტყელი მიწა ძალიან ცოტაა, გარდა ორი ვიწრო ზოლისა, კასპიის ზღვის გასწვრივ ჩრდილოეთში და ხუზესტანის ვაკის სამხრეთ-დასავლეთში. ირანის გეოგრაფია ერთდროულად მისი უდიდესი ფარია და ყველაზე ჯიუთი მტერი. ხალხმა ეს მხოლოდ მიმდინარე კონფლიქტის შემდეგ გააცნობიერა. მაგრამ ის ათწლეულებია, რაც მთელი გეოპოლიტიკური თამაშის ფორმირებას განაპირობებს. ირანს აქვს 1201 ტრილიონი კუბური ფუტი ბუნებრივი აირი. ეს პლანეტის გაზის დაახლოებით 18%-ია, რუსეთის შემდეგ მეორეა. მთავარი ობიექტია სამხრეთ ფარსი, სპარსეთის ყურეში, რომელიც დედამიწაზე ყველაზე დიდ გაზის საბადოს ნახევარია და მას ყატართან ერთად იყოფს. ეს ირანისთვის ზე სახელმწიფოს ძალას გავს. მაგრამ ეს ერთი საბადო ირანის შიდა გაზის უმეტეს ნაწილს ამარაგებს, ხოლო გაზი ირანის ენერგომოხმარების 80%-ზე მეტს ფარავს. იგივე გაზი ირანის ელექტროენერგიის დაახლოებით 85-დან 86%-ს აწარმოებს. ირანი ამ ენერგიას მხოლოდ არ ექსპორტირებს, ის თითქმის მთლიანად მასზე მუშაობს საკუთარ ქვეყანაში. და ეს გახდა მისი ყველაზე დიდი სისუსტე. 2026 წლის 18 მარტს ისრაელის თვითმფრინავები შემოფრინდნენ და დაარტყეს დამუშავების ქარხნებს, საცავ-ავზებს, მილსადენებს, პეტროქიმიურ კომპლექსებს, ორბს, ორ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ყველაფერი ასალუიეს ბაშირის პროვინციაში. ისრაელმა ვაშინგტონს წინასწარ აცნობა, ტრამპმა დაამტკიცა და ამერიკულმა ძალებმა მთლიანად თავი შეიკავეს ჩარევისგან. ტერიტორიაზე ხანძრები გაჩნდა, რომლებიც საბოლოოდ კონტროლქვეშ მოაქციეს და დაუყოვნებლივი მსხვერპლი არ დაფიქსირებულა. მაგრამ ირანის ენერგოსისტემისთვის ზიანი მტკისიერი და მძიმე იყო. ორი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა გამოვიდა მწყობრიდან. ყოველდღიურად 100-დან 140 მილიონ კუბურ მეტრამდე გაზის მიწოდება შეწყდა. და რადგან სანქციები უკვე ზღუდავდა ექსპორტს, ამ გაზს ვერსაწასვლა აღარ შეეძლო. ირანში შედეგი მყისიერი იყო. ელექტროენერგიის გათიშვები გაუარესდა და გაზზე დამოკიდებულ ქვეყანაში ენერგიის დეფიციტი კიდევ უფრო გამწვავდა. პირველი შეხედვით შეიძლება იფიქროთ, რომ ირანი მხოლოდ ისრაელის საჰაერო უპირატესობამ დაასუსტა, მაგრამ სინამდვილეში ეს ირანის რთული და მკაცრი გეოგრაფიის შედეგი იყო. ფიზიკური ზიანის მიღმა ამ დარტყმამ თეირანისთვის ბევრად უფრო უსიამოვნო რამ გამოავლინა. ქვეყნის ენერგომომარაგების 70%-ის ერთ ადგილზე კონცენტრირება, მიუხედავად იმისა, რამდენად შორს ან რამდენად კარგად იყო დაცული თეორიულად, მტერს ძალიან ნათელ სამიზნეს აძლევდა, რომ ეპოვა და დაერთხა. მაგრამ რატო ვთქვი, რომ ირანის გეოგრაფია ასევე მისი უდიდესი მხსნელია? 2025 წლის ივნისში ASS-მ ირანს დაარტყა ოპერაცია აღმავალი ლომის ფარგლებში. მან დაარტყა ირანის ბირთვულ და ბალისტიკური რაკეტების ინფრასტრუქტურას. ირანის ოფიციალური პირები ნათლად აცხადებდნენ, რომ პროგრამა არ განადგურებულა, რადგან ყველაზე მნიშვნელოვანი ობიექტები ამ მთის სისტემებში ღრმად იყო განთავსებული, ისეთ რელიეფში, სადაც ჩვეულებრივი საჰაერო ძალები სანდოდ ვერ აღწევენ, ან სრულად ვერ შეაღწევენ. ეს შემთხვევითობა არ ყოფილა. ეს იყო დოქტრინა, რომელიც მთლიანად გეოგრაფიაზე იყო აგებული. და როცა ირანის ოფიციალურმა პირებმა თქვეს, ველოდებითო, ის არ ხუმრობდა.
1980-იან წლებში ირან-ერაყის ომის დროს ერაყის ძალები ირანის შიდა ტერიტორიაზე შეიჭრნენ და პირდაპირ ზაგროსის მთებში აღმოჩნდნენ. მათი ჯავშან ტექნიკის კოლონები, რომლებიც ბრტყელ და ღია ტერიტორიაზე კარგად მუშაობდნენ, თითქმის უსარგებლო გახდა. ქედებმა და უღელტეხილებმა მოცინავე ძალები შეაჩერეს, ყველაფერი შეანელეს და გადამწყვეტი გარღვევის შესაძლებლობა თითქმის შეუძლებელი გახადეს. მაგრამ წარმოიდგინეთ, რომ თქვენ გაქვთ თანამედროვე ტექნოლოგია და ორივე მთას, ზაგროსსა და არბოსის მთებს, ყველა წინააღმდეგობის მიუხედავად გადალახეთ. ახლა უკვე ირანში ხართ. მაგრამ ის, რაც თქვენ გელოდებათ, კიდევ უფრო უარესია. ქვეყნის ცენტრს ცენტრალურ პლატოს უწოდებენ. ეს არის აუზების სერია, რომლებიც დაახლოებით 900 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. ის მთლიანად ჩაკეტილია იმავე მთის კედლებით, რომლებიც ახლახან გადალახეთ. და რადგან ეს მთები თითქმის ყველა ტენიანობობის წვეთს აჩერებს, რომელიც კასპიის ან ხმელთაშუა ზღვის მხრიდან მოდის, თითქმის არაფერი აღწევს ქვეყნის შიგნით. წვიმა უბრალოდ არასდროს მოდის. და ამით პლატოს აღმოსავლეთ ნაწილში იქმნება ორი ყველაზე სასტიკი და დაუნდობელი უდაბნო მთელ ამ პლანეტაზე. პირველია დაშთი ქარვირი, დიდი მარილიანი უდაბნო. აქ მართლაც წარმოიქმნება მდინარეები ყოველ გაზაფხულზე, რომლებიც იკვებება გარშემო მდებარე მწვერვალებიდან ჩამოსული დნობის წყლით, მაგრამ ამ მდინარეებს არსად აქვთ გასასვლელი. პლატოს არ აქვს გამონადენი, ამიტომ წყალი გროვდება დაბალ ადგილებში, ცოტა ხანს რჩება იქ და შემდეგ ზაფხულის მზე იწყებს მოქმედებას. ის აორთქლებს ყველაფერს და ტოვებს ამ სქელ კრისტალურ მარილის სტრუქტურებს, რომელსაც კავირები ეწოდება. ამ მანძილიდან ის მყარ მიწას გავს. თუ მიუახლოვდები, ის შენს ქვეშ იშლება. მეორე, დასტითი ალ-ლუთი, იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლია. ეს სტატუსი მას იმიტომ არ აქვს მინიჭებული, რომ სასიამოვნოა, არამედ მისი გეოგრაფიული უკიდურესობის გამო. ის ერთ-ერთი ყველაზე მშრალი და ცხელი ადგილია დედამიწაზე. ძლიერი ქარები მუდმივად არღვევენ მას, ქმნიან უზარმაზარ რელიეფურ ქედებს და მოძრავ დიუნებს, რომლებიც არასდროს ინარჩუნებენ ერთსა და იმავე ფორმას. მისი ცენტრი ზღვის დონიდან დაახლოებით 300 მეტრზე მდებარეობს, რაც გარშემო პლატოზე დაბალია, შედეგად სიცხეს შიგნით იწოვს და ტენიანობას მუდმივად გარეთ ტოვებს. სასიცოცხლო უარგისი. არა ზოგჯერ, არა სეზონურად, არამედ როგორც ძირითადი მდგომარეობა. ერთად ეს ორი უდაბნო ქმნის აღმოსავლეთ კედელს, რომელიც ისეთივე გაუვალია, როგორც ზაგროსის ქედი დასავლეთში. ნებისმიერი ძალა, რომელიც ავღანეთიდან ან პაკისტანიდან ირანს უახლოვდება, პირდაპირ ამაში ეჯახება. ამ მარშრუტზე არ არსებობს მომარაგების ხაზები, არც სანდო კორიდორები კარვირზე. მხოლოდ მიმოფანტული ოაზისებია, რომლებიც ერთმანეთისგან ისეთი მანძილითაა დაშორებული, რომ რესურსებს უფრო სწრაფად ამოწურავს, ვიდრე ნებისმიერი არმია შეძლებს მათ შევსებას. მაგრამ თუ ასეა, მაშინ როგორ აქვს ისრაელს უპირატესობა ირანთან დაპირისპირებაში? იმიტომ რომ მათ იციან, სად და რას უნდა დაარტყან და რას უნდა მოერიდონ. აი, რატო იყენებს ისრაელი თავის ყველაზე დიდ უპირატესობას, საჰაერო უპირატესობას? უმეტესობა ფიქრობს, რომ ირანის ყველა სისუსტე უკვე გამოიყენეს და დაარტყეს ისრაელმა, მაგრამ სინამდვილეში მათ მხოლოდ ზედაპირს შეეხნენ. ბოლოდროინდელი განცხადებით ისრაელმა აღნიშნა, რომ ირანში ჯერ კიდევ ასობით სამიზნეა დასარტყმელი და ისრაელი ასევე შეიძლება დაიწყოს ირანის საიდუმლო სისუსტის გამოყენება. ხედავთ, ირანის მუსლიმების 90-დან 95%-მდე 12 იმამის მიმდევარი შიიტები არიან. ეს დაახლოებით 66-დან 70 მილიონამდე ადამიანს შეადგენს, რაც ირანს გლობალური შიიტური სამყაროს უდავო დემოგრაფიულ ცენტრად აქცევს. მაგრამ ეს კონცენტრაცია ქვეყნის მასშტაბით შემთხვევით არ არის განაწილებული. ის თითქმის სრულყოფილად ემთხვევა სპარსულენოვან ბირთვს, მაგალითად ამ პროვინციებს, სადაც შიიტური იდენტობა, სახელმწიფო ძალაუფლება და კულტურული ცხოვრება ერთმანეთის გვერდით არ არსებობს. ისინი ერთიან, შერწყმულ სისტემად ფუნქციონირებენ. მეორე მხარეს, სუნიტი, მუსლიმები ოფიციალურად მოსახლეობის 5-დან 10%-ს შეადგენენ. მაგრამ ერთადერთი პრობლემა ისაა, რომ ეს თემები თითქმის მთლიანად ირანის საზღვრებთან ცხოვრობენ. ქურთი სუნიტები დასავლეთის პროვინციებში, თურქმენები ჩრდილო-აღმოსავლეთში, ბელუჯები სისტან-ბელუჯისტანში და არაბული თემები სპარსეთის ყურის სანაპიროზე. რასაც ამ რეგიონებს რელიგიის გარდა აერთიანებს, არის ერთი და იგივე მოდელი. ეკონომიკურად უფრო ღარიბი, უფრო სოფლის ტიპის და უფრო მკაცრად კონტროლირებადი. ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ისინი უფრო შორს არიან ძალაუფლებისგან, ვიდრე შიიტური ბირთვი, რომელსაც ეს რეგიონები არტყამენ. ეს დისტანცია ცენტრსა და პერიფერიას შორის ირანის სახელმწიფოში ერთ-ერთი ყველაზე მუდმივი და ფრთხილად მართული დაძაბულობაა. ეს დაძაბულობა არასდროს გამქრალა სრულად. ისტორიული მაგალითები აჩვენებს, რომ იზოლირებული თემები ყოველთვის შეიძლება გამოიყენონ მტრებმა. იგივე გეოგრაფია, რომელსაც ირანისთვის თვალად მივიჩნევთ, ათასობით ადამიანისთვის არაპირდაპირ საარსებო წყაროდ იქცა. ზაგროსის ქედი, რომელიც ერახს გასდევს და აღმოსავლეთით ავღანეთისა და პაკისტანისკენ მიემართება, 3-დან 4000 მეტრამდე სიმაღლის მწვერვალებით გამოირჩევა, რომლებიც ღრმა ხეობებით, ტყეებითა და თოვლით დაფარული უღელტეხილებით არის გაჭრილი. მისი უმეტესობა სატრანსპორტო საშუალებებისთვის მიუწვდომელია, სრულად პატრულირება კი შეუძლებელია. და ამ უღელტეხილებს მიღმა მდებარეობს თემები, რომლებსაც აქვთ ადგილობრივი ცოდნა და თაობების გამოცდილება, ისეთ რელიეფში გადაადგილებაში, სადაც უცხოელები ვერ გაივლიან, განსაკუთრებით ღამით. სწორედ იქ მოქმედებენ ქოლბარები. ქურთი მტვირთავები, რომელთა რაოდენობა 300,000-მდეა ზურგზე, იტვირთავენ 25-დან 70 კილოგრამამდე ტვირთს და საათობით ადიან დაკლაკნილი მთის ბილიკებზე, მიაქვთ ტელევიზორები, კონდიციონერები, ჩაი, სიგარეტი, ალკოჰოლი. შორიდან ისინი უბრალოდ წეტილებად ჩანან, რომლებიც მთის ფერდობზე გადაადგილდებიან.
ახლოდან ისინი არიან მამები და შვილები იმ პროვინციებიდან, სადაც ლეგალური ეკონომიკა არასდროს გამოჩენილა, მაგრამ იმავე ბილიკებზე ბევრად უფრო ბნელი რამეც გადააქვთ. ორგანიზებული ქსელები ირანული სუბსიდირებული საწვავისა და მედიკამენტების პაკისტანსა და ავღანეთს და ავღანეთში გატანას უზრუნველყოფენ. ავღანეთიდან ჰეროინი, ოპიუმი და მეტამფეტამინი უკან ბრუნდება თარყაისა და ერაყის მიმართულებით. იარაღიც ამავე მარშრუტებით გადაადგილდება. და ერაყის ქურთისტანში კონტრაბანდისტებმა დაიწყეს დრონებისა და პარაპლანების გამოყენება იმ მონაკვეთებზე, სადაც მთის ბილიკებიც კი ძალიან თვალსაჩინო გახდა. მთებმა ეს საზღვრები ჩაკეტვა შეუძლებელი გახადა. სიღარიბემ კი ის უზრუნველყო, რომ ხალხი მათ გადაკვეთას აგრძელებს. და კარტელებმა, რომლებმაც ორივეს გამოყენება ისწავლეს, პლანეტაზე ყველაზე ღირებული კონტრაბანდის გეოგრაფია აღმოაჩინეს. მაგრამ ირანის ყველაზე დიდი წყევლა პაკისტანის დაშლილ სახელმწიფოსთან ეთნიკური მსგავსება. სისტანი და ბალუჩისტანი ირანის ყველაზე დიდი პროვინციაა. ის გაზის მარაგებსა და მინერალურ სიმდიდრეზე ზის. მაგრამ თითქმის ყველა მაჩვენებლით ეს ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე ღარიბი ადგილია. აქ მცხოვრები ბალუჩი ხალხი სუნიტია შიიტურ სახელმწიფოში. ეთნიკურად განსხვავდება სპარსული ბირთვისგან და ზუსტად იციან ირანის სიმდიდრიდან რამდენად ცოტა რამ მიუღიათ. იდენტობის, რელიგიისა და ეკონომიკური უყურადღებობის ეს ნაზავი 2004 წლიდან აქ დაბალ დონეზე მოქმედ აჯანყებას ინარჩუნებს. IRGC-ის დანაყოფებზე, პოლიციის საგუშაგოებზე, ინფრასტრუქტურაზე თავდასხმები იმდენად ხშირია, რომ თეირანს მათი სრულად ჩახშობა არასდროს შეძლებია. 2023 წელს ჯაიშ ელ-ადალი, სუნიტური მებრძოლი ჯგუფი, რომელიც ირან-პაკისტანის საზღვრის ორივე მხარეს მოქმედებს, ერთ თავდასხმაში 11 ირანელი პოლიციელი მოკლა. და აქაური საზღვარი თავისთავად ცალკე პრობლემაა. 2024 წლის იანვარში ირანმა ჯაიშ ელ-ადალის ბანაკებს პაკისტანის ბალუჯისტანში დაარტყა და მშვიდობიანი მოსახლეობა მოკლა. პაკისტანმა საპასუხო დარტყმა მიაყენა და ირანში ბალუჩთა განმათავისუფლებელი ფრონტის ობიექტები დაარტყა. და მიზეზი, რის გამოც ამას პაკისტანის დაშლილ სახელმწიფოს უწოდე, ისაა, რომ რეალურად პაკისტანი ძლივს აკონტროლებს საკუთარ ბალუჯისტანს. მათაც კი აუმხედრებიათ უთანასწორობასა და სისასტიკეს. ასე რომ ორი ქვეყანა ორივე ამტკიცებს, რომ ერთსა და იმავე მებრძოლებს ებრძვის. ეს ფრიან საზღვარზე, რომელსაც არც ერთი მათგანი რეალურად არ აკონტროლებს, რადგან ამ რეგიონში გამავალი უდაბნო და მთიანი რელიეფი არც ერთ მთავრობას არ ემორჩილება. იარაღი, ნარკოტიკები, მებრძოლები, გეოგრაფია ყველაფერს თავისუფლად გადაადგილებს. თუ ამას სრულმასშტაბიან ომს დაამატებთ, შეამჩნევთ, რომ ირანის ისლამური რევოლუციის გუშაქთა კორპუსი გადატვირთულია. ბალუჩი მებრძოლი ჯგუფები ღიად მიესალმნენ აშშ-სა და ისრაელის დათმობს ირანზე, რადგან ქაოსს საკუთარ შესაძლებლობად მიიჩნევენ. ერთიანი, დამოუკიდებელი დიდი ბალუჩისტანის იდეა, რომელიც ირანს, პაკისტანსა და ავღანეთს მოიცავს, ამ ჯგუფებს საბრძოლველ მიზანს აძლევს, რომელიც ბევრად ცდება იმას, რაზეც თეირანს მოლაპარაკება შეუძლია. ირანს ეს პროვინცია სრულად არასდროს დაუკონტროლებია, მაშინაც კი როცა ყველაფერი მშვიდად იყო. ეხლა კი ამ არეულობის ფონზე კიდევ ერთი ფრონტი გაიხსნა, რომელსაც ქვეყანა უბრალოდ ვერ გაუმკლავდება. ირანელებისთვის ოფიციალურ დასაქმებაზეც დიდ გავლენას ახდენს ქვეყნის გეოგრაფია. ქერმანის პროვინცია სამხრეთში ფლობს ერთ-ერთ ყველაზე დიდ სპილენძის საბადოს დედამიწაზე, სასეშმეს კომპლექსს, სადაც მსოფლიოს ცნობილი სპილენძის დაახლოებით 5% ერთ ადგილზეა თალმოყრილი. თუთიისა და ტყვიის მხრივ, ირანი კიდევ უფრო მაღალ ადგილს იკავებს. იაზდში მდებარე მაჰდი-აბადის და ზანჯანში ანგორანის საბადოები მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მდიდარ მადნებს მიეკუთვნება. რკინის მადანი განფენილია ცენტრალურ პლატოზე. ხორასანი ფლობს ქვეყანაში მოქმედი მაღაროების ყველაზე მაღალ კონცენტრაციას. და ბოლო დროს მნიშვნელოვანი ლითიუმისა და ტიტანის საბადოები იქნა აღმოჩენილი. ირანის სამთომრეწველობის დასაქმების 3/4-ს არა ჰიდროკარბონული მასალები შეადგენს, არა ნავთობი, არა გაზი, არამედ ლითონები, მონები, მადნები, სამრეწველო მინერალები, რომლებიც იშვიათად ხდება საერთაშორისო სათაურებში, მაგრამ ჩუმად ინარჩუნებს მთელი პროვინციების ეკონომიკას. ამიტომ დასაქმება ძლიერ კონცენტრირებულია ძალიან რისკიან სექტორში. ირანს შეიძლება შეეძლოს ამ სიტუაციასთან გამკლავება, მაგრამ არა იმასთან, რომელიც მისმა უდიდესმა მტერმა უკვე დაატეხა თავს. ირანის მხოლოდ დაახლოებით 1/3 მიწაა სასოფლო-სამეურნეოდ ვარგისი. ყველაზე ცუდი ისაა, რომ მხოლოდ 12% რეალურად მუშავდება. ამ დამუშავებული მიწის ნაკლებად ვიდრე მესამედი ირწყვება. განარჩენი მშრალი მეურნეობაა, რაც მთლიანად ნალექებზეა დამოკიდებული. ისეთ ქვეყანაში, სადაც მიწის 80% არიდულ ან ნახევრად არიდულ ზონად ითვლება. თანამედროვე თანამგზავრული მონაცემებით ეს ნათლად ჩანს. ირანის ზედაპირის დაახლოებით 68%-ს აქვს მაღალი ან ძალიან მაღალი მიდრეკილება უდაბნოთ ქცევისადმი. და სადაც ინტენსიური მორცვა არსებობს, მიწის ქვეშა წყლები ისე სწრაფად იწურება, რომ ნიადაგისა და წყლის მარილიანობის დონე ცენტრალურ აუზში იზრდება. ეს ჩუმად ანადგურებს იმ ნაყოფიერებას, რაც კიდევ დარჩენილია. მაგრამ საერთოდ რატომ უნდა ვილაპარაკოთ სოფლის მეურნეობასა და მორცხვაზე, როცა ირანელებისთვის დასალევადაც კი თითქმის აღარ დარჩა წყალი. თუ გახსოვთ, სულ რამდენიმე თვის წინ ირანის წყლის კრიზისი მთავარი სიახლე იყო. დღეს კი ყველაფერი ომზეა. სოფლიომ შეიძლება დადაივიწყა, მაგრამ ბუნებამ არა. სინამდვილეში ყველაფერი მხოლოდ უარესდება. მთელი ქვეყნის ერთადერთი სანავიგაციო მდინარე ქარუნია. მისი სიგრძე 516 მილია, თუმცა მხოლოდ დაახლოებით 112 მილი ხარამშარიდან აბასამდე შეიძლება რეალურად გამოიყენონ ნავებმა. არსებობს კარხეს, დეზისა და ჯარაჰის მდინარეები. ისინი ნაყოფიერი ნატანიში აქვთ ხუზესტანის ველზე. მაგრამ არ არსებობს რეალური ეროვნული წყლის ქსელი, რომელიც ყველაფერს აერთიანებს. ისტორიულად ირანელებმა ინჟინრული გზებით გადაჭრეს ეს პრობლემა და რაც მათ ააშენეს მართლაც გამორჩეულია. ქანათი,
ხელით გათხრილი, გრავიტაციაზე დაფუძნებული მიწისქვეშა გვირაბებია, რომლებიც წყალს მაღალ ადგილებიდან იღებენ და მას მშრალ ველებზე ატარებენ. იქ, სადაც ხალხი რეალურად ცხოვრობს. მთელ ირანში დაახლოებით 70,000 ასეთი ნაგებობაა, რომელთა საერთო სიგრძე 250,000 მილი აღწევს. ისინი ხელით აშენდა საუკუნეების განმავლობაში, თანამედროვე ტექნიკის გარეშე. მაგრამ წყლის გონივრული დაზოგვის ეპოქა ახლა ისეთი სისწრაფით ინგრევა, რომ ექსპერტებმა ამას წყლის დეფიციტი აღარ უწოდეს და ახლა მას წყლის გაკოტრებას ეძახიან. მხოლოდ 2003-დან 2019 წლამდე ირანმა დაახლოებით 211 კილომეტრი წყლის საერთო მარაგი დაკარგა. ეს ქვეყნის მთელი წლიური ეროვნული მოხმარების 2-ჯერზე მეტია. 200 წელზე ნაკლებ დროში გაქრა. მსოფლიო რესურსების ინსტიტუტი ირანს პლანეტის ერთ-ერთ ყველაზე წყლის დეფიციტიან ქვეყნად ასახელებს, სადაც ყოველწლიურად განახლებადი წყლის რესურსების 80-დან 100%-მდე ამოიწურება. გრძელვადიანი ტენდენცია აჩვენებს, რომ ერთ სულ მოსახლეზე წყლის ხელმისაწვდომობა მკვეთრად შემცირდა. 1970-იან წლებში დაახლოებით 4500 კუბური მეტრიდან დღევანდელ 1000 კუბურ მეტრამდე, რაც ირანს ოფიციალურად აბსოლუტური წყლის დეფიციტი კატეგორიაში აბენებს. იმაზე რაც დარჩა, 90%-ზე მეტი სოფლის მეურნეობაში იხარჯება, თუმცა უმეტესად წყლის დატბორვის მეთოდით. ეს ერთ-ერთი ყველაზე არაეფექტური მეთოდია წყლის მოყვარული კულტურების მოსაყვანად. დედამიწაზე ყველაზე წყალმცირე ტერიტორიებზე. ირანი წელიწადში საშუალოდ მხოლოდ 225-დან 250 მმ ნალექს იღებს, რაც დაახლოებით ნახევარია გლობალური საშუალოსა და ქვეყნის 82% კლასიფიცირებულია როგორც მშრალი ან ნახევრად მშრალი. თითქმის მთელი ნალექი ნოემბრიდან მაისამდე მოდის, რის შემდეგაც იწყება ხანგრძლივი მშრალი სეზონი, როცა აორთქლება ძლიერია და მდინარეები ან მნიშვნელოვნად მცირდება, ან საერთოდ წყვეტს დინებას. შედეგები ახლა ფიზიკურად შესამჩნევია. მიწისქვეშა წყლების გადაჭარბებულმა ამოღებამ მიწის ჩაძირვა გამოიწვია ისეთ ქალაქებში, როგორიცაა ისფაჰანი და თეირანი, სადაც გზებსა და შენობებზე დაფიქსირდა გაზომვადი დაზიანებები, რადგან მათ ქვეშ მიწა ჩუმად იკუმშება. 2025 წლის ბოლოსთვის თეირანის 5 მთავარი რეზერვუარი მხოლოდ 12%-ზე იყო შევსებული, რაც იმდენად სერიოზული კრიზისი იყო, რომ მთავრობამ დაიწყო დედაქალაქის სრულად გადატანის სერიოზული განხილვა. მისი ტბებიც იმავეს ამბობენ. ურმიის ტბა, რომელიც ერთ დროს ახლო აღმოსავლეთის ყველაზე დიდი ტბა იყო, ახლა მარილის ველია. ზაიანდერუდი მშრალ წლებში უსიცოცხლო არ ხადიქცა, რადგან ზემოთ მდებარე კაშხალებმა და გადამისამართებებმა წყალი შეუწყვეტეს. ავღანეთის საზღვართან მდებარე რამდენიმე ტბა იმდენად შემცირდა, რომ მათი გამომშრალი ფსკერები ახლა მტვრის ქარიშხლებს დარმოქმნის, რომლებიც მიმდებარე სასოფლო სამეურნეო მიწებსა და ქალაქებს გადაუვლის და ეკოლოგიურ კატასტროფას, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საგანგებო მდგომარეობა დაქცევს. ირანი წყლის დეფიციტს ვერ უმკლავდება. ის კარგავს წყალს, რომელმაც ეს მიწა საცხოვრებლად ვარგისი გახადა და მისი ამჟამინდელი პოლიტიკის ფარგლებში არაფერი ხდება იმდენად სწრაფად, რომ ეს მდგომარეობა შეიცვალოს. და სწორედ ის მთები, რომლებიც მის ბირთვულ პროგრამას იცავს, სინამდვილეში მისი ყველაზე დიდი მტერია. ასე დიდი მტერია. 1995 წელს ქენდოვანის გვირაბის გაფართოების სამუშაოები დაიწყო და ქაღალდზე ეს საკმაოდ მარტივად გამოიყურებოდა. მაგრამ როგორც კი ინჟინრებმა ძველი საფარი მოხსნეს, მიწისქვეშა წყლები გადმოიღვარა, ქვა ჩამოიშალა და განაგრძობდა ჩამოშლას. პროექტი, რომელიც რამდენიმე წელიწადში უნდა დასრულებულიყო, 2002 წლამდე გაიწალა. ასევე ბახტიარის კაშხალი, რომელიც დედამიწაზე ერთ-ერთ ყველაზე მაღალ კაშხალად იყო დაგეგმილი, ზაგროსის ხეობის სიღრმეში. 2 მილიარდი დოლარის კონტრაქტი ჩინეთთან 2011 წელს გაფორმდა, მაგრამ 1 წლის განმავლობაში გაუქმდა და გადაეცა რევოლუციურ გვარდიას. გაიმართა ცერემონიები, აშენდა მისასვლელი გზები, მაგრამ კაშხალი არ აშენდა. უბრალოდ ხეობა, რომელიც ჯერ კიდევ ველოდება. ამ რეგიონში სატრანსპორტო დერეფნები იძულებით გადის ვიწრო და რთულ უღელტეხილებზე. ბაზრები დანაწევრებული რჩება, რადგან მათი დაკავშირება უზომოდ ძვირია. ქვეყნის სხვადასხვა ნაწილი თითქმის იზოლაციაში ვითარდება, კულტურულად, ეკონომიკურად და ლოგისტიკურად. იგივე რელიეფი, რაც ირანის უდიდესი თავდაცვაა, ასევე მისი ერთ-ერთი ყველაზე მუდმივი შიდა პრობლემაა. და ამ პრობლემის გულში ორი ურჩხულია. პირველი, ზაგროსის მთები არ არის უბრალოდ ერთი ქედი, რომელიც შეგიძლია გადალაჰო და გააგრძელო გზა. ეს არის დაუღალავი პარალელური ქედების სერია, რომლებიც ერთმანეთის უკანაა განლაგებული. ის 901 მილის მანძილზე გადაჭიმულია ჩრდილო-დასავლეთიდან პირდაპირ ბანდარ აბასამდე, ჰორმუზის სრუტეზე. მწვერვალი შემდეგ 3000 მეტრს აჯარბებს, ხოლო სამხრეთ-ცენტრალურ ნაწილში მინიმუმ 5 მათგანი 4000 მეტრსაც კი სცდება. გეოლოგიურად ზაგროსი კავკასიონის სამხრეთული გაგრძელებაა, უძველესი, მასიური და თითქოს განზრახ განლაგებული, რომ დასავლეთ ირანი გაუვალი გახადოს. მეორე სისტემა ჩრდილოეთშია, ალბორზი. უფრო ვიწროა, მაგრამ თუ რამეა, კიდევ უფრო მკაცრი. მწვერვალების საშუალო სიმაღლე დაახლოებით 3000 მეტრია და ისინი თანდათანობით არ ეშვებიან კასპიის ზღვისკენ. ისინი ისე მკვეთრად ეშვებიან, რომ სანაპირო ზოლი, რომელიც მთებსა და წყალს შორისაა მოქცეული, უმეტეს ადგილებში მხოლოდ 10-დან 70 კილომეტრამდე სიგანისაა. და ყველაფერზე მაღლა დგას მთა-დამავანი, მძინარე ვულკანი, რომლის სიმაღლე 5610 მეტრია. ეს ირანში ყველაზე მაღალი წერტილია და ევრაზიის კონტინენტზე, ჰინდუქუშის დასავლეთით, მეორე ყველაზე მაღალი მწვერვალია. თავად ალბორზი მდებარეობს გეოლოგიურ ფენებზე, რომლებიც ასობით მილიონი წლისაა. დევონური ქვიშაქვები, იურული თიხაფიქლები, რომშირი რომელთა გავლით ნახშირის ფენები გადის და სქელი, გამორჩეულად მწვანე ვულკანური თუფებისა და ლავების ფენები. ქანები, რომლებიც მაშინ წარმოიქმნა, როცა დედამიწის ეს ნაწილი რაღაც ძალადურსა და გარდამქმნელს აკეთებდა. ეს ორი მთის სისტემა მხოლოდ მტრებს არ აჩერებს. ისინი ირანის საკუთარ რეგიონებსაც უშლიან სრულად დაკავშირებას ერთმანეთთან. ირანმა თავისი ყველაზე დიდი და ძვირადღირებული საინჟინრო ამბიცია ამ მთებს დაუპირისპირა და ყოველ ჯერზე მთებმა გაიმარჯვეს.
ირანის გეოგრაფიის უმეტესობა ძალიან არახელსაყრელია, მაგრამ მისი ყველაზე დიდი სუპერძალა აღმოსავლეთ მხარეს მდებარეობს. 1120-მილიანი სამხრეთის სანაპიროს აღმოსავლეთ კიდეზე მდებარეობს რაღაც, რაც ამ ყველაფერს სტრატეგიულად შეუცვლელს ხდის. ჰორმუზის სრუტე. ეს არის 167 კილომეტრიანი წყლის გზა, რომელიც ყველაზე ვიწრო ადგილას მხოლოდ 21-დან 24 საზღვაო მილის სიგანეზე ვიწროვდება, ხოლო გემების სავალი ზოლები მხოლოდ რამდენიმე მილის სიგანეა. ამ ვიწრო ადგილას გადის მსოფლიოს მთლიანი ნავთობის დაახლოებით 20%, ანუ ყოველდღიურად 20 მილიონი ბარელი. ასევე დიდი რაოდენობით თხევადი ბუნებრივი აირი და პეტროქიმიური პროდუქტები. ოველი ტანკერი, რომელიც პერსიის ყურეს ტოვებს, ან წერტილზე გადის. ირანი მთლიანად მის ჩრდილოეთ სანაპიროზე მდებარეობს. სრუტეში მდებარე 8 მთავარ კუნძულიდან ირანი 7 აკონტროლებს, მათ შორის აბუ მუსას და დიდ და პატარა ტუმს, რომლებიც პირდაპირ ტანკერების მარშრუტებთან მდებარეობს. ძლიერ მილიტარიზებულია და ოფიციალურად არაბთა გაერთიანებული საამიროების მიერ არის პრეტენზირებული. ბანდარ აბასის, ბუშერისა და ჩაბაჰარის საზღვაო ბაზებთან ერთად თეირანს აქვს ყველაფერი, რაც სჭირდება, რომ სრულად თავისი პირობებით დაემუქროს ან დაიცვას სრუტეში მიმოსვლა. 2025 წლის ივნისში ირანმა განათავსა ორმაგი დანიშნულობის დრონები, რასაც მან გონივრული კონტროლის დოქტრინა უწოდა და არტყა კონკრეტულ სამიზნეებს, ხოლო ნეიტრალურ მოძრაობას გაატარა. შედეგად გლობალური ნავთობის მიწოდება მყისიერად 20%-ით შემცირდა, ხოლო საზღვაო დაზღვევის პრემიები 50-დან 100%-მდე გაიზარდა. 2026 წლისთვის 1650-ზე მეტმა ხომალდმა განიცადა GPS-ისა და AIS-ის შეფერხება სრუტის შიგნით. ეს საკმარისი იყო იმისთვის, რომ ჩვეულებრივი კომერციული ნავიგაცია ყოველდღიურ გააზრებულ რისკად ქცეულიყო. მათი საზღვაო მარშრუტების სიგანე მხოლოდ რამდენიმე მილი რომ არის, ნიშნავს, რომ თუნდაც შეზღუდული დანაღმა ან ელექტრონული ჩარევა საკმარისია, რომ გლობალურ ენერგეტიკულ ბაზრებზე შოკური ტალღები გაავრცელოს. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი კუნძულია სიცოცხლის ხაზის კუნძული. ოფიციალურად მას კარგის კუნძულს უწოდებენ. ეს არის პატარა მარჯნის კუნძული, რომელიც სანაპიროდან მხოლოდ 21 მილში მდებარეობს და სწორედ აქედან გადის ირანის ნავთობის ექსპორტის თითქმის მთელი მოცულობა. 2025 წლის კონფლიქტის დროს ის აშშ-ის დაუყოვნებელი დარტყმის სამიზნე გახდა, ერთი მარტივი მიზეზის გამო. ვინც კარგის კუნძულს აკონტროლებს, ის ირანის მთელ სახელმწიფო შემოსავლის წყაროს აკონტროლებს. პორტის მხარეს ბანდარ აბასი პირდაპირ ჰორმუზის ყურეზე მდებარეობს, კაშიმის, ლარაქის და ჰორმუზის კუნძულების მოპირდაპირეთ. ის ირანის კონტეინერების ძირითადი ნაკადის გადამუშავებას უზრუნველყოფს და გზითა და რკარკინი გზით არის დაკავშირებული თეირანთან. მაგრამ მისი მეჩხერი წყლები აიძულებს ყველაზე დიდ გემებს ტვირთი გაშალონ არაბთა გაერთიანებული საამიროების პორტებში და ტვირთი მცირე ნავებით გადაიტანონ. ჩაბაჰარი, რომელიც ომანის ყურის აღმოსავლეთით მდებარეობს, მთლიანად სრუტის გარეთაა და პირდაპირ ღრმა წყლებში აქვს ცდომა ინდოეთის ოკეანესთან. ეს ირანის ერთადერთი ასეთი პორტია, რომელსაც თეირანი ავღანეთსა და ცენტრალურ აზიასთან კორიდორად განიხილავს. გეოგრაფიული მდებარეობა შესაფერისია, მაგრამ ჩაბაჰარი ირანის ერთ-ერთ ყველაზე შორეულ პროვინციაში მდებარეობს და თუ სერიოზული შიდა ინფრასტრუქტურული ინვესტიციები არ განხორციელდება, ეს უპირატესობა ძირითადად ქაღალდზე რჩება. ყოველი ქვეყანა აშენებს გზებსა და რკინიგზებს, მაგრამ ირანში გზის აშენება საინჟინრო პროექტი კი არა, არამედ ბრძოლაა ლანდშაფტთან. მაგალითად, ტრანსირანული რკინიგზა ავიღოთ. ის გაიხსნა 1929 წელს და დღემდე რჩება ერთ-ერთ ყველაზე ტექნიკურად გაბედულ ინფრასტრუქტურულ ნაგებობად, რაც კი ოდესმე აშენებულა. მხოლოდ ზაგროსის გადაკვეთისთვის ინჟინერებმა დედამიწაზე არსებული ერთ-ერთი უძველესი და ყველაზე შეკუმშული ქანის გავლით 126 გვირაბი გაჭრეს. თეირანსა და კასპიის ზღვას შორის მდებარე 2220 მეტრიან უღელტეხილზე გადასასვლელად დაქანება 2.8%-მდე გაზარდეს, რაც იმდენად ციცაბოა, რომ მატარებლები დღემდე ნელა გადაადგილდებიან იმ მონაკვეთებში, რომელთა გამოკვეთასაც 10 წლეულები და უზარმაზარი ადამიანური რესურსი დასჭირდა. ეს 1929 წელს მოხდა. სირთულეები დღემდე უცვლელია. ამჟამად ქვეყნისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტია თეირან-შომალის ავტომაგისტრალი, 65 მილის სიგრძის გზა, რომელიც სპეციალურად დედაქალაქის დასაკავშირებლადაა დაგეგმილი. ჩალუსთან, კასპიის ზღვის სანაპიროზე. უმეტეს ქვეყნებში ეს ჩვეულებრივი ავტომაგისტრალია. აქ კი საჭიროა 30-ზე მეტი ორმაგი გვირაბი, რომელთაგან ყველაზე მნიშვნელოვანი არბორის გვირაბია, 6400 მეტრის სიგრძის, რომელიც პირდაპირ არბორის ქედის გულშია გაყვანილი. ინთის შიგნით ინჟინრები ერთდროულად ყველაფერს წააწყდნენ. ქვა, რომელიც 850 მეტრი ზედნადების ქვეშაა. იმდენი ცნება, რომ ქანის მასა აქტიურად აწვება გვირაბის კედლებს. მეთანი და წყალბადის სულფიდი, რაც მუშებს აიძულებდა, რომ სუნთქვისთვის წნევით ჰაერის სისტემებში ემუშავათ. წყალი, რომელიც კარსტულ ღრუებში 800 ლიტრი წამში შემოდიოდა და ამ ყველაფრის გაჭრა. განდავანის რღვევის ზონა, სადაც ვერტიკალური გადაადგილებები რამდენიმე კილომეტრს აღწევს, გვირაბგამკვან მანქანებს აჭედებდა და თითოეული მეტრი წინ სვლისთვის ბრძოლად აქცევდა თავად გეოლოგიასთან. აი ასე გამოიყურება თეირანის საკუთარი სანაპიროსთან დაკავშირება რეალურად. და ამ ყველაფრის ჯამური ღირებულება ერთ რიცხვში აისახება. მხოლოდ საგზაო ავარიები ირანს ყოველწლიურად დაახლოებით 20 მილიარდი დოლარი უჯდება, რაც ქვეყნის ემშპ-ს დაახლოებით 7%-ის შეადგენს და აღემატება მთელ ეროვნულ ჯანდაცვის ბიუჯეტს. არა იმიტომ, თუ როგორ მართავენ ირანელები მანქანას, არამედ იმიტომ, რომ ასეთ მტრულ რელიეფზე უსაფრთხო ინფრასტრუქტურის შენარჩუნება ამ მასშტაბით ფინანსური ჭრილობაა, რომელიც არასდროს ხურება ბოლომდე. ირანმა უზარმაზარი ინვესტიციები ჩადო გვირაბებში, რკინიგზებში და ავტომაგისტრალებში. მთებმა ყველაფერი შთანთქეს და ხარჯი მუდმივად იზრდება. და ეს ერთჯერადი შემთხვევა არ არის. ჩრდილოეთით მას აქვს 404 მილიონი ზოლი, რომელიც კასპიის ზღვის გასწვრივ გადის.
მაგრამ არბორის მთები ისე ახლოს ეკვრის წყალს, რომ ზოგადგილას მწვერვალებსა და სანაპიროს შორის დაშორება მხოლოდ 6.21 მილამდე ვიწროდება. ის ვიწროა, შემზღუდველი და მაინც ეს თხელი ზოლი ირანში ერთ-ერთი იშვიათ ადგილთაგანია, რომელიც ბუნებრივად ტენიანი და ნამდვილად ნაყოფიერია. იშვიათი გამონაკლისია ქვეყანაში, რომელსაც სიმშრალე განსაზღვრავს, მაგრამ სამხრეთში რელიეფი მკვეთრად იცვლება. მიწა ეშვება პლატოდან, რომელიც დაახლოებით 600 მეტრზეა უკან, კი აღმართებია, რომლებიც თითქმის 1800 მეტრს აღწევს და შემდეგ ვიწრო სანაპირო დაბლობებზე გადადის სპარსეთის ყურისა და ომანის ყურის გასწვრივ. ქვიანი კლდეები, მოჩეჩილი დაბლობები და ძალიან ცოტა ბრტყელი მიწა, მთებსა და წყალს შორის. მის საზღვრებზე 13 მეზობელი ქვეყანა. ხმელეთზე ირანს საზღვრები აქვს 7 ქვეყანასთან. თურქეთი და ერაყი დასავლეთით, სომხეთი და აზერბაიჯანი ჩრდილო-დასავლეთით, თურქმენეთი ჩრდილო-აღმოსავლეთით, ავღანეთი და პაკისტანი აღმოსავლეთით. ამ სახმელეთო საზღვრებიდან ყველაზე გრძელი თურქმენეთთან გადის. ყველაზე მოკლეა სომხეთთან, სულ რამდენიმე ათეული კილომეტრი არაქსის მდინარის გასწვრივ და არც ერთი ეს საზღვარი არ გადის მარტივ რელიეფზე. ზაგროსის ქედის ხაზები განსაზღვრავს საზღვარს ერაყისა და ვარს ერაყისა და თურქეთის მიმართულებით. უდაბნო და ბუჩქნარი აღნიშნავს საზღვარს ავღანეთისა და პაკისტანისკენ. ამ საზღვრებზე შეჭრა რთულია, დიახ, მაგრამ ასევე რთულია მათი კონტროლი, რის გამოც ესევე საზღვრები მუდმივი კონტრაბანდის დერეფნებად დარჩა, რომლებიც არც ერთ მთავრობას სრულად არ დაუხურავს. ირანის 1516 მილის სანაპირო ზოლი მას 6 საზღვაო მეზობელს აძლევს. ქუვეითი, საუდის არაბეთი, ბარეინი, ყატარი, არაბთა გაერთიანებული საამიროებები და ომანი, რომლებიც განლაგებულია სპარსეთის ყურესა და ომანის ყურეში. ჩრდილოეთით, კასპიის ზღვის სანაპირო წყლის მიღმა რუსეთს, ყაზახეთს, თურქმენეთსა და აზერბაიჯანს ესაზღვრება. ეს კიდევ 4-ია. ირანს აქვს 130-დან 160 მილიარდ ბარელამდე დადასტურებული ნავთობის მარაგი, რაც მსოფლიო დარჩენილი მარაგის 80%-ს შეადგენს. მაგრამ თითქმის მთელი ეს მარაგი თავმოყრილია სამხრეთ-დასავლეთში, ზაგროსის მთისწინეთში და ხუზესტანის ველზე, ხოლო ჩრდილოეთ სპარსეთის ყურეში არსებული საზღვაო საბადოები პირდაპირ კარკის კუნძულს უკავშირდება. და მილსადენები, რომლებიც ამ საბადოებიდან აბადანის, ისფაჰანის, თეირანისა და ტაბრიზის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებამდეა გაყვანილი, მთელი ეკონომიკის სისხლძარღვთა სისტემას ქმნის. იმავე მთების ქვეშ, რომლებმაც ყოველთვის განსაზღვრეს ეს ქვეყანა. ირანის გეოგრაფია ამ ქვეყნის ყველაზე ძლიერი მხარეა. ეს ასევე ყველაზე მძიმე ტვირთია, რომელსაც ის ატარებს.